ჩვენთან სტუმრად იმყოფება უფროსი ლეიტენანტი ბატონი მალხაზ-ჩემია, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის. მოგესალმებით პირველ რიგში. გამარჯობათ, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა ასეთი კითხვით გადმოვიდე თქვენთან, როგორ გაიხსენებთ ომის დაწყების წინა პერიოდს და იგრძნობოდა თუ არა დაძაბულობა იმ პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე? ომის დაწყება იგივე აფხაზეთთან არ იყო სპონტანური და არ იყო რაიმე კონკრეტული მიზეზით გამოწვეული. თუ ღრმად გავაანალიზებთ, მაშინაც გვესმოდა ეს და ეხლა მით უმეტეს ჩანს. საბჭოთა კავშირის დაშლა ეს იყო ამოცანა დასავლეთისთვის და ყველაფერი გაკეთდა ამისთვის, როგორც ეკონომიური დასუსტება საბჭოთა კავშირის, ისე რესპუბლიკების აჯანყება, ყოფილი რესპუბლიკების აჯანყება და მერე ბელავეჟსკაია პუშაში მოხდა ამის ყველაფრის გაფორმება დაშლის. იქ რა თქმა უნდა დიდი როლი შეასრულა იმდროინდელმა საბჭოთა ხელმძღვანელობამ, როგორც მათ შორის შევარდნაძემაც